2014 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ლიტერატურის გაცვლას, ბიბლიოთეკათა შორის ურთიერთობას, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისობასა და ხელოვნების კვლევას. ეს გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ფოლკლორის ცენტრს შორის. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის თანამშრომლობები არის აუცილებელი ზოგადად ქვეყნის საქმისთვის, ანუ იმ საქმისთვის, რასაც კულტურის კვლევა ქვია, იმისაც, რასაც ხელოვნების კვლევა ქვია. ჩვენ გავაციფრებთ ძალიან ბევრ მასალას, რომელიც ინახება როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში, ასევე უშუალოდ ფოლკლორის ცენტრში. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ. დღევანდელი ღონისძიება მდგომარეობს იმაში, რომ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს შორის. ეს არის უნიკალური შემთხვევა, იმიტომ რომ ჩვენი ფოლკლორის ცენტრს გააჩნია უნიკალური არქივი, რომელიც საჭიროებს უფრო თანამედროვე სტანდარტებში ამ ყველაფრის მოქცევას და იმ სტანდარტების შესაბამისად, რაც დანერგილი არის უნიკალურ ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ჩვენ ვთხოვეთ მათ, რომ არა მარტო ამ არქივის გაძლიერების კუთხით ჩვენ რეგიონებში ვხსნით წარმომადგენლობებს და იქ გაბნეული ეს უნიკალური მასალა, რეპრეზენტატივის ნიმუშები, უნიკალური ფოტოები ოჯახებში და ამის მოძიებაში, ამის თქვათ ყველაფრის ორგანიზებულად დაარქივებაში ჩვენ დაგვეხმარება ტრენინგებს ჩაგვიტარეს ეროვნული ბიბლიოთეკა. ხელშეკრულება იმოქმედებს უვადოდ.